თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს, რომელსაც წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული ახალი ბრალი წარუდგინეს. ამჯერად ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლის პირველი ნაწილი ციცოცხლის მოსპობისა ან ჯანმრთელობის დაზიანებას ან და ქონების განადგურების მუქარას ედავებიან. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით 1 წლამდე ან შინა პატიმრობას ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან და თავისუფლების აღკვეთას ვადით 1 წლამდე იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ახალი ბრალდების შესახებ ინფორმაცია დღეს ოქრუაშვილის სასამართლო პროცესზე მისმა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა გაავრცელა. თავად ოქრუაშვილი დღევანდელ სხდომას არ დასწრებია. ადვოკატის თქმით, საქმე ეხება რამდენიმე წლის წინ მომხდარ შემთხვევას. ბრალი, როგორც ადვოკატი ამბობს, ოქრუაშვილს რამდენიმე დღის წინ რუსთავის ციხეში გააცნეს. ირაკლი ოქრუაშვილს წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო დაკისრებული გირაოს გადაუხდელობისთვის პატიმრობა 14 მაისს შეეფარდა. ის სასამართლო დარბაზში დააკავეს. ამ საქმეზე განაჩენი მოსამართლის გადაწყვეტილებით მომდევნო პროცესზე 4 ივლისს გამოცხადდება. ასაგებია იმის ფონზე რა განაჩენებიც დადგანს განსაქმეებზე, მე სხვა მოლოდინი არ გამაჩნია. ალბათ გაამტყუნებენ და საპატიმრო საჯელსაც გამოიყენებენ. ეს ფაქტიურად დავასრულეთ, ირაკლი ოქრუაშვილის პოზიციაც გავაჟღერე, რადგან ის არ ესწრებოდა, რომ იგი არაპირებს სასამართლოზე მოსვლას არსებული, ასე ვთქვათ, განაჩენებიდან გამომდინარე, რადასკვნაც გააკეთა, რომ აზრი არ აქვს მის სასამართლოში ყოფნას და უარსამო საბოლოო სიტყვის უფლებაზე. რამდენიმე დღის წინ შევიტყეს ამბავი, რომ მებაში საქართველოში არ ვიმყოფებოდი და ირაკლი ოქრუაშვილთან ციხეში გორის რაიონიდან გამომძიებელი შევიდა და წაუყენეს რაღაც ბრალი, რაღაც 2 წლის წინანდელი რაღაც ყოფით ბანალურ სიტუაციასთან დაკავშირებით. დეტალები მე არ ვიცი, უბრალოდ ვიცი, რომ მგონი 1 წლამდე მუხლი არის, სახაზინო ადვოკატ ჩააბარეს მტკიცებულებები. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დაასრულა მტკიცებულებათა გამოკვლევა, რის შემდგომაც უკვე როგორც ბრალდების მხარემ, ისე დაცვის მხარემ წარმოადგინეთ ჩვენი პოზიციები, შევაფასეთ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. დასკვნითი სიტყვის ეტაპზე შესაბამისად სასამართლომ შემდგომ პროცესზე მიიღებს უშუალოდ გადაწყვეტილებას, ვინაიდან კიდევ ერთ შანსს აძლევს, ასე რომ ვთქვათ, ბრალდებულს საბოლოო სიტყვით რომ ისარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარემ დღეს გააჟღერა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი არ ისარგებლებდა საბოლოო სიტყვის ეტაპით.